სოფელში ჩვენი თანატოლების ცხოვრება ერთი შეხედვით შეიძლება საინტერესოდ მოგეჩვენოთ, თუმცა ქალაქელი თინეიჯერისთვის ნახშირში სიარული და შორიგზიდან წყლის სიტყვა ცოტა ხანს თუ იქნება მიმზიდველი. მოკლედ რამდენიმე საათი ხაშურელი ახალგაზრდების ცხოვრებიდან ჩვენს ექსპრესში. დღეს მსოფლიოში უამრავი ბავშვი შრომობს სწავლის ნაცვლად. მათი რიცხვი 280 მილიონია, ანუ ყოველი მე-7 ბავშვი. ანა ხაშურის რაიონის სოფელ ტეზერში ცხოვრობს. მან სწავლას თავი ძალიან პატარამ დაანება და 10 წლიდან წყლით სავსე ვედროებს დაატარებს. სულ რაღაც 5 თეთრად, ან თითო უკმად. დადის ნახირში ნებისმიერ ამინდში. ალაგებს ეზოებს და აკეთებს ყველანაირ საქმეს, ოღონდ თავი გადაერჩინოს და პატარა დაძმასაც დაეხმაროს. ეს ეზომი დავალაგო 2 დღეში, სული დავალაგო მოვასუფთავო. როდა ჩამოვიდნენ, სუფთად რო დავხდეთ და მან დასაც მელებსაც მაჩუქებინ, ალბათ ფულსაც მაჩუქებინ. ანას დღეს გაუმართლა. ნახირში ძმასთან ერთად არის და შეუძლია ცოტა ხნით შეისვენოს. ცდილობს კითხვა გაიხსენოს. მართალია უჭირს, მაგრამ ცდილობს. მე ლეჩემსაც ვეომეოდი კაფეში, მინდა მუშაობა, ჩემი რძალი მუშაობდა კაფეში. მეც მინდა მუშაობა მეთქი, კაფეში მეთქი. რო ქალაქში იქ დეიდა მყავს ქალაქში, ცხოვრობს ხაშურში და იქ ვიქნებოდი თან მეთქი. და არაფრით არ მუშაობდი. მინდა რომ ჩემდა სკოლაში არის პატარა და მიიღოს განათლება, ბოლომდე დაამთავროს სკოლა. ამისთვის ბევრ ამის გავაკეთებ, რომ კარგად ისწავლოს და ბოლომდე დაამთავროს სკოლა. მეორე კაცი რომ მიდგია გვერდზე, არ არის დაძაბულობაა და გუშინა კიდევა 6 სული დავყარქეი და ხამის 12 საათამდე ვეძებდი ცხენით. ძალიან ის არის საძნელო სამუშაო არის თოხზე, ცელზე, ბარზე, ლაფატკაზე, კირკაზე, სულ ყველგან. იქაც დამისვენია ხოლმე, დამიძინია რა. შეყვარებული მყავს ხაშურიდან არის. ახლა ისე იმდენი ის არ მაქვს საჭმლის ფული რომ მე ჩავიცვა და იმასაც ვაჭამო და ჩავაცვა და მე ჩავიცვა იმდენი ისი საშუალება არ არის და ჯარსა რომ მოვილი მე მოვიყვან მეც მიყვარს იმასაც უყვაროა რომ მოვიყვან მე ვიქნებით ერთად. დიდი გაჭირება გამოვიარე. 6 დედმამიშვილები ვართ. მეზობლები გვეხმარებიან. დედა ვაჭრობს, რომ პორის ფული შემოგვიტანოს. იმით. ხან გვაჭმევენ სახში, ვეხმარებით მეზობლებს. სახშიც გვატანს რაღაცეებს ხოლმე. 6 კლასიდან გამოვედი, რომ გამიზარდა ჩემი პატარა და. და ახლა არის 6 წლის. საჭმელს ველოდებით ხოლმე 5 საათისთვის რომ მოგვიტანოს დედა. პაპაჩიმი რო ცოცხალი იყო, გადაგვიყვანეს ბავშვთა სახლში, რომ გაგვიჭირდა ძალიან. იქ სწავლობდი, ძალიან გვეხმარებოდნენ იქაც. რომ მე რო უფრო გაგვიჭირდა, რომ გადმოვედით აქ. წვიმები ჩამოდის სახლში და რა გვენგრევა ამ ზამთარში თუ გადავიტანით ეგ არის.
ჩემი და მიდის წერტი და საშუალება არ აქვს რომ ჩააცვას დედაჩემი და გავუშვა სკოლაში. კვლავაც უნდა მისულიყო, მაგრამ კვლავ ვერ მივიყვანით. ზაფხული გვირჩენი, ზამთარში საშუალება არ აქვს, რომ შეშაც არ აქვს, რომ ზაფხულში უფრო ვერც ასწრებს ხოლმე ჩემი ძმა შეშის მოზიდოს და ვიყინებით ხოლმე ზამთარში. ზაფხულში უფრო ვიწვევით ხოლმე ნახის რო დავდიოდით. ამ დაძმისთვის ჩვეულებრივი ბავშვური ცხოვრება და გართობა უცხოა. სამაგიეროდ კარგად იციან რა არის შრომა და მძიმე ცხოვრება. მათ დაკარგეს ის, რასაც ბავშვობა ქვია.